იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა გოგონა, სახელად ლიზა. ლიზას ყველაზე მეტად სოფლიოში ხატვა უყვარდა. ხშირად მიდიოდა მდინარის პირას, ბილბალაღზე ჩამოჯდებოდა, ფარფლებს ამოიღებდა და იწყებდა ხატვას. ხატავდა მდინარეებს, ხეებს, ღრუბლებს, ვარსკვლავებს და ყველაფერს, რაც მის გულს ახარებდა. ერთ დღეს ლიზამ გადაწყვიტა მდინარე დაეხატა. ლამაზად დახატა ლურჯი წყალი, მერე კი პატარა თევზიც დაამატა. თევზს პატარა ბრწყინავი თვალები და ლამაზი ფარფლები დაუხატა. დაუცებ რაღაც საოცარი მოხდა. თევზმა გაიქნია ფარფლები და ნახატში ცურვა დაიწყო. ლიზა გაოცდა. ნუ თუ ეს მართლა ხდება, ჩურჩულით თქვა მან. გაოცებულმა ისევ აიღო ფანქარი, ამჯერად დაახატა პატარა ჭრელი ფისო, ლამაზი თეთრი თათებითა და ფუფულა კუდით. უცებ კი ნახატიდან პატარა ხმა გაისმა. მიაუ! ლიზა სიხარულით აივსო, იგი ხატავდა და ყოველი ნახატი თითქოს ცოცხლდებოდა. სწორედ მაშინ ერთ მშვენიერ დღეს მის წინ ლამაზი კეთილი ფერია გამოჩნდა. ფერიამ თბილად გაუღიმა და უთხრა: ჩემო ლიზა, მე კეთილი ფერია ვარ. შენ ისეთი კეთილი გული გაქვს და ისეთი ლამაზი ნახატები, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაგაჯილდოვე. რაც უნდა დახატო, ყველაფერი ცოცხალი და ნამდვილი გახდება. მაგრამ ფერიამ ერთი მნიშვნელოვანი რამ დაამატა. მხოლოდ ერთი პირობა. უნდა დახატო მხოლოდ კეთილი და ლამაზი ნახატები. თუ ოდესმე ცუდს დახატავ, ეს ჯადოსნური ძალა გაქრება და ხატვას ვეღარ შეძლებ. ლიზა ყურადღებით უსმენდა და თავი დაუქნია. გვერდები, მხოლოდ სიკეთეს დავხატავ. მას შემდეგ ლიზა ხატავდა მხიარულ ცხოველებს, ლამაზ ყვავილებს, ვარსკვლავებით სავსე ცაზდა ბედნიერ ადამიანებს და სადაც მისი ნახატები ჩნდებოდა, იქ სიხარული და სიკეთე იზრდებოდა. ამბობენ, რომ თუ გულით ქმნით კეთილ ისტორიებს და ლამაზ ნახატებს, ჩვენც უფრო ბედნიერები ხდებით და ჩვენს გარშემოც სამყაროც უფრო ნათელი ხდება. და ასე დაასრულდა ლიზას და კეთილი ფერიას ზღაპარი.